აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გუშინ წარმოებული მონიტორინგის შედეგები უკვე ცნობილია. ქალაქში მიმდინარე 4 მშენებარე ობიექტზე სანებართო საპროექტო დოკუმენტაციაში ჩადებული პირობების შესწავლის შემდეგ სააგენტოს კომისიის განცხადებით მცირედი შეუსაბამობები მხოლოდ თოჯინების თეატრის შემთხვევაში აღმოჩნდა. აქ შუალედური სამუშაოების მიხედვით არ არის დასრულებული საგაზაფხულო სცენის და წარმოდგენათა დარბაზში იატაკის დაგების სამუშაოები. აქ ასევე შეუსაბამოა სანებართო პირობით გათვალისწინებული შენობის ხურავის ფერიც. იგი ვერცხლის ფერის ნაცვლად მუქი წითელი შეფერილობისაა. სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ მშენებლობის ნებართვის მფლობელ კომპანიას უკვე მოუმზადა შენიშვნების წერილი თოჯინების თეატრს ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემა. შეგახსენებთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შუალედური მონიტორინგის ფარგლებში გუშინ სულ 4 ობიექტი მოინახულა. მშენებლობების დასრულებამდე სამუშაოთა მწარმოებელს საბოლოო ანგარიშის ჩაბარება კიდევ ერთხელ მოუწევთ. სამ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას, რაც შეეხება თოჯინების თეატრის მიერ წარმოებულ სამუშაოებს. აქ გამოვლინდა გარკვეული სახის შეუსაბამობები, მაყურებელთა დარბაზის ხის იატაკის მოწყობის სამუშაოები, რომელიც არის დასრულებული უნდა ყოფილიყო ამ მომენტისათვის, ასევე საზაფხულო სცენის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა აღმოჩნდა შეუსაბამობა, ეს არის სახურავის ბურულის მოწყობის სამუშაოები. აქ საუბარი არის სახურავის ფერზე.